და მას შემდეგ ახალი თაობები დამოუკიდებელ საქართველოში იბადებიან, თუმცა ბევრმა არც კი იცის, რამხელა ფასი გადაიხადეს ადამიანებმა ამ თავისუფლებისთვის. ახალგაზრდების უმრავლესობამ 9 აპრილის შესახებ მხოლოდ ის იცის, რომ ეს დასვენების დღეა და წარმოდგენაც არ აქვს, რატომ არის ეს თარიღი კალენდარზე წითელფრად შეღებილი. იცით რა მოხდა 99 წლის 9 აპრილს? არა. რავი, აჯანყება იყო. ომი იყო მე მგონი. დამოუკიდებელ გამოაცხადა საქართველო. არა, ვიცი ნამდვილად. არც თქვენ არ იცით? აიდან გავიგია საერთოდ. ის იყო რა რევოლუცია მე მგონი. ვაიმე. ისტორია. გუშინ წინ მეორებზე დავამახსოვრე. 9 აპრილს ხალხი დაიღუპა. 9 აპრილს დაიღუპნენ ახალგაზრდები. წლის არ ვიცი, ხო წლია. არ მინდა გამონდეთ. ქართველები ჩაიხოსდნენ სამაშავლოში, ოსეთში, აფხაზეთში. დარბის მშვიდობიანი აქცია რუსმა სამხედროებმა.ანი არ მინდა. რა მოხდა 9 აპრილს? ტრაურის დღეათას. არ მინდა. არა. იცით რა მოხდა 9 აპრილს? არა. თქვენ არ იცით რა მოხდა 9 აპრილს? ნუმი 27 წლის წინ ზუსტად ამ დღეს ავალი ადამიანი შეეწირა იმისთვის, რომ თავისუფალი ყოფილიყო ეს ქვეყანა და რაც ყველაზე თავარია, ჩვენ უნდა დავიცვათ ეს თავისუფლება და უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ მათი სიკვდილი ესე ვთქვათ არ იყოს ამაო. იცი რა მოხდა 9 აპრილს? არა. ვერ ავხწერი ხა მე. არ იციან, არავინ, არაფერი არ იციან. მოიგეს 9 აპრილს. რა ომი მოიგეს, ვინ მოიგო? ქართველებმა დავით აღმაშენებელმა. 9 აპრილი ისტორიკოსებისა თუ პოლიტიკოსების შეფასებით შესაძლოა მნიშვნელობით კიდეც უტოლდებოდეს დიდი მეფეების გამარჯვებებს. თუმცა გამოკითხვამ, რომელიც რუსთაველის გამზირზე ჩავატარეთ, აჩვენა, რომ ახალგაზრდების უმეტესობამ არ იცის, რისთვის დაიღუპნენ თბილისის ცენტრში მათი თანატოლები 1999 წლის 9 აპრილს.